მოგესალმებით ჩვენს მორიგ მინი ვიდეო ლექციაზე, რომელიც დღეს პირადი ცხოვრების საიდუმლოს დაცვის საკითხს შეეხება სისხლის სამართლებრივი თვალსაზრისით. უფრო მოკლედ თუ ვიტყვით და დავაკონკრეტებთ, ეს ეხება მაგალითად ინტიმურ მიმოწერას, ან ინტიმური სურათების, ან ვიდეოების ურთიერთგაცვლას, თუნდაც სოციალური ქსელების თუ სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. როგორც ვიცით, არამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, რა თქმა უნდა, ადამიანებს ბევრნაირი ფორმატით შეუძლიათ ერთმანეთთან კომუნიკაცია და შესაბამისად ძალიან ხშირია ჩვენს რეალობაში შემთხვევები, როდესაც ეს პირები ერთმანეთთან დაახლოების შემთხვევაში სწორედ ინტიმურ სურათებს ან ვიდეოებს ან თუნდაც ლაივ ჩანაწერებს უგზავნიან ხოლმე და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ გარკვეული სტანდარტები უნდა დავიცვათ, რათა სისხლის სამართლებრივი თვალსაზრისით, როგორც სიტყვიან, არ გავეხვეთ შარში. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მსგავსი ურთიერთობა ორ ადამიანს შორის, იმ შემთხვევაში თუ რა თქმა უნდა ისინი სრულწლოვნები არიან ან ერთნაირი ასაკის პირები არიან, სამართლებრივად აკრძალული არ არის, ბუნებრივია. თუმცა პრობლემას ქმნის ის შემთხვევები, როდესაც ის მეორე პირი, რომელიც შეიძლება იყოს ასეთი ვიდეოს ან სურათის ადრესატი, იმ პირის თანხმობის გარეშე ვისი სურათიც არის ეს, მერე მის გავრცელებას ახდენს მაგალითად სოციალურ ქსელებში ან სხვა პირებს უგზავნის ამას. ყოფილა ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირად ჩვენ სასამართლო პრაქტიკაში, როდესაც ლაივში ერთმანეთს ესაუბრება ორი ადამიანი, ამ დროს შეიძლება მეორე პირმა სხეულის გარკვეული ნაწილები გაიშიშვლოს და ამ ფორმით ესაუბრებოდეს მეორე ადამიანს, ვინაიდან მათ შორის ასეთი ახლო ინტიმური ურთიერთობა არის ჩამოყალიბებული, ხოლო იმ პირმა, რომელიც ამ ვიდეოს ხედავს, მერე გააკეთა ეგრეთ წოდებული სკრინები ამ ვიდეოების იმ პირის ნებართვის გარეშე და შემდეგ დაუშვა თავის საძმაკაცოში გაავრცელა ჩატში აღნიშნული ინფორმაცია. ეს უკვე სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედება, უნდა ვიცოდეთ აუცილებლად და საკმაოდ კაცრადაც ისჯება. 4 წლის ვადიდან იწყება თავისუფლების აღკვეთა ამ დანაშაულთან დაკავშირებით და 7 წელი, 8 წელიც კი შეიძლება იყოს გარკვეულ დამამძიმებელ გარემოებებში ამ დანაშაულისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამიტომაც ეს კარგად უნდა გავიაზროთ, რომ სხვისი ნებართვის გარეშე მისი პირადი ცხოვრების ამსახველი მსგავსი ინფორმაცია ჩვენ არ გავავრცელოთ. არ უნდა დაგვაბნიოს არავითარ შემთხვევაში იმან, რომ ჩვენ მასთან ქონდა ასეთი ინტიმური ურთიერთობა და თვითონ მისი თანხმობით ხომ ხდებოდა ზოგადად ჩატში ასეთი ინფორმაციის გაცვლა. ჩატში ასეთი ინფორმაციის გაცვლა კი ხდებოდა ამ დაზარალებულის თანხმობით, მაგრამ მას ამ ინფორმაციის გაცვლა უნდოდა მხოლოდ პირადად ამ კონკრეტულ ერთ ადამიანთან და არა მის საძმაკაცთან, სამეზობლოსთან თუ სხვა პირებთან სოციალურ წრეებში. ამიტომაც ეს თანხმობა მხოლოდ ამ კონკრეტულ ერთ პირზე ვრცელდება და არავითარ შემთხვევაში სხვა ადამიანებზე. ხშირია ასევე შემთხვევები, როდესაც ყოფილ პარტნიორებთან მიმართებაში არის ასეთი პრობლემა, შეიძლება პირები ერთად ცხოვრობდნენ, კიდეც წყვილი იყო, დაოჯახებულიც იყვნენ და ამ პერიოდის განმავლობაში მოპოვებული ასეთი ინტიმური კადრები, თუნდაც მეუღლის თანხმობის გარეშე, აი გაშორების შემდეგ უკვე მეორე მეუღლემ შურისძიების ნიადაგზე სადღაც სოციალურ ქსელებში გაავრცელა, რათა ამ პირისთვის სახელი გაეტეხა საზოგადოების თვალში. ესეც ამ დანაშაულის ქვეშ ექცევა და გამოიწვევს მკაცრ სისხლის სამართლებრივ დასჯადობას. ძალიან ბევრი პრაქტიკა გვაქვს ჩვენ ამისი ჩვენს სასამართლოებში, რომელიც მერე სწორედ ასეთი მრავალწლიანი სასჯელებით დასრულდა. ამიტომაც უნდა ვიცოდეთ ეს ზღვარი დასაშვებ და დაუშვებელ ინტიმური კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით. დღეისათვის სულ ეს იყო, იმედია მორიგ ჯერზეც ისევ შევხვდებით სოციალურ ქსელებში. აბა დროებით.